მოგესალმებით. ახლა მე გაგაცნობ საიტს, სადაც შეგიძლიათ შექმნათ ინტერაქტიული სურათები. აი ეს არის საიტი, სადაც ნებისმიერ საგანში შეგიძლიათ შექმნათ სურათები, რომელზეც დამატებული იქნება როგორც ტექსტი, ისე სურათები და ვიდეო. პირველ რიგში თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ამ საიტზე. ან თუ ხართ Facebook-ზე დარეგისტრირებული, Twitter-ზე, Google-ში, შეგიძლიათ პირდაპირ შეხვიდეთ. აი მაგალითად მე Google-დან შევდივარ პირდაპირ ამ საიტზე. ეს არის ჩემი გვერდი და აქ მოცემულია ჩემს მიერ შექმნილი აქტიური სურათები. მაგალითად, ეხლა გიჩვენებთ ვულკანზე გაკეთებულ ინტერაქტიულ სურათს. ხედავთ ვულკანის სურათს და ამ სურათზე მონიშნული წრეები. ამ წრეებზე დაწყაპებით იხსნება ან ვიდეო, ან ტექსტი, ან სურათი. მაგალითად, თქვენ ხედავთ ვულკანის სურათს. აი აქ ვიკიპედია, ანუ ტექსტი ვულკანის შესახებ, დაწყაპუნებით იხსნება ვიკიპედია. ტექსტი ვულკანის შესახებ. შემდეგი ისევ სურათი ვულკანის შესახებ. ვულკანი ვიდეო მეორე ნაწილი, კლასის საათის, აქ პირველი ნაწილი. აქვე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო. წარმოგიდგენთ პრეზისში მომზადებულ კლასის საათის პრეზენტაციას თემაზე ვულკანი. მიზანი მოსწავლეებს მივაწოდო ინფორმაცია ვულკანისა და მასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ. მოსწავლეებს მე-7 კლასის გეოგრაფიაში ნასწავლი აქვთ თემა ვულკანი და არ უნდა გაუჭირდეთ ამ კითხვებზე პასუხი. რა არის ვულკანი? რა ნაწილებისგან შედგება ვულკანი? დედამიწის რომელ ადგილებში გვხვდება ვულკანები და რატომ? ვულკანის ამოფრქვევას რა შედეგები მოჰყვება? კლასს ყოფ ჯგუფებად. მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ კითხვაზე. რა ნივთები უნდა ჰქონდეთ ადამიანებს თან, როდესაც განერიდებიან კატასტროფის ადგილს? ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას, მსჯელობენ წარმოდგენილ პრეზენტაციებს შორის მსგავსებებსა და განსხვავებებზე, აჯერებენ და ქმნიან ერთიან ჩამონათვალს. შემდეგ პასუხობენ კითხვებს. როგორი სახის ამოფრქვევისგან იცავს ფილტრები ავტომობილებს და ვენტილაციას? დაასაბუთეთ პასუხი. რატომ არის მნიშვნელოვანი ნიღაბი? რატომ უნდა შეაფაროთ თავი ამაღლებულ ადგილს? რატომ არის უფრო მეტად საშიში ვულკანის ამოფრქვევისას ხიდზე ყოფნა? შემდეგ ვაკეთებ პრეზენტაციას ვულკანის შესახებ. ვულკანი არის დედამიწის ზედაპირზე, ლითოსფეროში გეოლოგიური წარმონაქმნი, ძირითადად კონუსური მთა, რომლის მწვერვალზე გაჩენილი კრატერიდან დროდადრო ან მუდმივად ამოიფრქვევა გამდნარი ქანები, ლავა, გახურებული გაზები და ფერფლი. სურათზე ხედავთ კონუსური ფორმის მთას, ძაბრისებურ ჩაღრმავებას კრატერს, ვულკანის კერას, სადაც არის გავარვარებული ლავა და ვულკანის კრატერიდან ზემოთ ამოსულ გაზებს და ვულკანურ ფერფლს. ვულკანური რელიეფი კარგად გამოხატული რამდენიმე ნაწილისგან შედგება. ეს არის ვულკანური კონუსი და კრატერი, ზედა ნაწილზე არსებული ჩაღრმავება, რომლის შიგნით ვულკანის ყელი და კერა მდებარეობს. ამ სურათზე მოცემული გვაქვს დედამიწის შინაგანი აგებულება. ხედავთ ბირთვს, მანტიას და ქერქს. ბირთვი ორი ნაწილისგან შედგება, გარე და შიდა. გარე ბირთვი გავარვარებული მასაა, სადაც ნივთიერებები გამღვალია, ხოლო შიდა ბირთვი მაღალი წნევისა და პრესისაგან მყარ მდგომარეობაშია. ბირთვის გარშემო მდებარეობს მანტია, რომელიც არის ნახევრად მყარ მდგომარეობაში. რაც უფრო უახლოვდებით დედამიწის ზედაპირს, ის უფრო მეტ სიმყარეს იძენს. დედამიწის ქერქი 4-დან 40 კილომეტრამდე სისქის შეიძლება იყოს. ოკეანის ქვეშ ნაკლები, ხოლო ხმელეთზე მეტი. ქერქი არ არის ერთიანი წარმონაქმნი და ის რამდენიმე ფილისაგან შედგება. ვულკანიდან ნივთიერებები სამ აგრეგატულ მდგომარეობაში ამოიფრქვევა. თხევადი ლავა, მყარი ვულკანური ფერფლი, მტვერი, ტალახი ქვები და გაზობრივი წყლის ორთქლი, ნახშირორჟანგი.
გავარვარებული ლავა სწრაფად მოძრაობს ვულკანის მთის ფერდობზე, ანადგურებს ფლორას და ფაუნას, საშიშროებას უქმნის დასახლებებს. ვულკანის ამოფრქვევამ შეიძლება გამოიწვიოს მიწისძვრა, ცუნამი, წყალმოვარდნა, მეწყერი. მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ყველაზე ძლიერი მიწისძვრების ათეული. პირველ ადგილზე არის სირიის მიწისძვრა 1202 წელს, რომელსაც მოჰყვა 1,100,000 ადამიანის მსხვერპლი. მეორე ადგილზეა ჩინეთის 1556 მიწისძვრა, 820,000 ადამიანი ემსხვერპლა. მესამეზე ინდოეთის 1727 წლის მიწისძვრა, 300,000 ადამიანი ემსხვერპლა. დედამიწაზე ასეულობით 1300-ზე მეტი მოქმედი ვულკანია, რომელთა უმეტესობა მსოფლიო ოკეანის წყალქვეშაა. ხმელეთზე ვულკანების რაოდენობით გამოირჩევა ინდონეზიის კუნძულები. აქ 200 ვულკანია, რომელთა 2/3 მოქმედებს კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში. ინდონეზიაში ზონდის კუნძულებს, სუმატრას და იავას შორის მდებარეობს ვულკანური წარმოშობის კუნძული კრაკატაუ. 1883 წელს 200 წლიანი ძილის შემდეგ ამოიფრქვა ვულკანი კრაკატაუ. ამის შემდეგ 41 მეტრის სიმაღლის ტალღა წარმოიმართა, რომელმაც 36,000-მდე ადამიანი იმსხვერპლა. ვულკანის ხმა ავსტრალიაშიც კი ისმოდა, რომელიც კრაკატაუნან 5,000 კილომეტრით არის დაშორებული. დღეს მის ადგილზე ახალი ვულკანია, რომელსაც კრაკატაუს შვილს ეძახიან. დედამიწაზე ვულკანების რამდენიმე სარტყელია, რომლებიც ძირითადად ემთხვევა მიწისძვრების გავრცელების არეალს. გლობალური მიწისძვრების ეპიცენტრები 1963-98 წლების მონაცემებით. წარმოდგენილია რუკაზე. ვულკანის ამოფრქვევის პროგნოზირება ძალიან ძნელია. ამოფრქვევას ხშირად ასწრებს მიწისძვრა, თუმცა ცნობილია შემთხვევები, როცა ვულკანის მოქმედება უეცრად დაწყებულა. ვულკანების მოქმედება მარტო კატასტროფული ხასიათისა არ არის. მათი მოქმედების შედეგია დედამიწაზე არსებული ლითონური, აგრეთვე ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვების საბადოები. ვულკანური ფერფლი დიდი რაოდენობით შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს. ამის გამო ვულკანის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგები დიდი ნაყოფიერებით გამოირჩევა. ვეზუვი, ვულკანი ნეაპოლის აღმოსავლეთით იტალიაში, ერთადერთი ვულკანი ევროპის კონტინენტზე, რომელიც ბოლო 100 წლის განმავლობაში აქტიური იყო, თუმცა ამჟამად მიძინებულია. დანარჩენი ორი მსგავსი ვულკანი იტალიაში, ეტნა და სტრომბოლი კუნძულებზე მდებარეობს. ჩვენი წელთაღრიცხვის 79 წელს ვეზუვის მასშტაბურმა ამოფრქვევამ მის სიახლოვეს მდებარე ქალაქები პომპეი და ჰერკულანუმი გაანადგურა. ვეზუვის ხედი პომპეიდან. ანიმაციური ვიდეო პომპეის უკანასკნელი დღე.
ეს იყო პირველი ნაწილი. აქ არის დამატებული მეორე ნაწილი, რომლის ნახვა შეგიძლიათ თქვენ სურათი ვულკანის შესახებ და ისევ YouTube-დან დამატებული ვიდეო, რომელიც შეგიძლიათ პირდაპირ გადახვიდეთ და ნახოთ YouTube-ში. აი ასეთი საინტერესო ინტერაქტიული სურათების შექმნა შეგიძლიათ ამ საიტზე ნებისმიერ საგანში.